სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალდროში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს ლომები, ვეფხვები, აღები, ფაშები, ყველა ჩემთან ერთად მოვიყვანე. სად არიან ჩემი ლამაზები? სად არიან ჩემი ბავშვები, სად? დღეს ახალი მეგობარი მოუვიდათ. ახალი მეგობარი მოუვიდათ. ნორას ვიზაშვილი მოუვიდა, ნორას. ნორას დეიდაშვილი მოუვიდა. ვინ მოვიდა შვილო? მეგობრებო, ჩვენს ფერმაში ახალი შვილი შემოგვიერთდა. ბოლო დროს ხშირად მოდიან ახალი შვილები, ამას ვამჩნევ. იცით, უკვე ჭკუიდან გადავედი, რამდენსაც შევძლებ, იმდენ ახალ შვილს მოვიყვან. ძალიან ლამაზი, მდედრი კეინკორსო გოგო მოგოგვივიდა, მაგრამ იცით რა, 9 თვისაა, ცოტა ხანში რო ნახავთ, იტყვით რომ ტყუილს ვამბობ. ანუ 9 თვისაა, მაგრამ უზარმაზარია მეგობრებო, მაშალა. მართლა ძალიან დიდი შვილია. ეხლა დაახლოებით 1 საათია რაც მოვიდა. ის ძალიან აგრესიული გოგოა, მანქანიდან რო ჩამოვიყვანეთ, სულ ძალა დაგვრჩა. ანუ თავს გვესმოდა, ღრენდა, ძლივს ჩამოვიყვანეთ, მანქანაკართან მივაყენეთ, ასე ვქენით, ისე ვქენით, ძლივს გამოვიყვანეთ და ასე შემდეგ. ჯერ ბოლომდე ვერ შევეჩვი. დავტოვე იქ და აღარ მივაქციე ყურადღება, თქვი, რასაც ვიდეოში გავაკეთებთ, იქვე გავაკეთებთ. თუ უნდა მიგმინოს, ვიდეოში მიგმეს. ამის შემდეგ თუ შევძლებ, შევაჩვევ. რა თქმა უნდა, აქ რომ მოვიდა საუკეთესო ადამიანის ხელში აღმოჩნდა, ვისთანაც შეიძლებოდა მოხვედრილიყო. ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები რომ შევაჩვიო. მხოლოდ ახალ გოგოს ასეთი პრობლემა აქვს. ის აგრესიულია როგორც ადამიანების მიმართ, ასევე ძაღლების მიმართაც. ცხოველებთანაც კარგად ვერ უგებს. ჩვენი ახალი გოგონა, ჩემთან იზმირიდან, ჩემი ძმა თიულქერისგან მოვიდა, რასაც აქედან სალამი გადავცეთ. ნახოთ, მე უთხარ იმას, ინშალლა შევძლებ მის მიჩვევას, მის აგრესიას დავამსხვრებთ, სოციალიზაციას გავუკეთებთ, სხვებთანაც შეეწყობა, რა კარგად ითამაშებენ. სრულიად ნორასასლია, მაგრამ ზუსტად იგივე. უბრალოდ ოდნავ ნიკაპი აქვს ისეთი. ცოტა ხანში ნახავთ, გთხოვთ მანამდე გული არ მადგინოთ, გთხოვთ. მხარდასაჭერად თუ ავიდეოს მოიწონებთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწერთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. გთხოვთ არ მატკინოთ გული, არ დაიზაროთ, ნახეთ რა კარგია. თუ ლაიქს საჭერთ, ძმაო, 1 ლაიქი დააჭირეთ. როცა თქვენ მოწონებას აძლევთ, მე უფრო მოტივირებული ხდები, აი ასე. გოგო გუში, შენთვის ყველა სახელი უკითხე. იცი, ხალხმა რა სახელები შემონთავაზა? ნორა იყო, ნორა და ლორა იყოსო. ეგეს თქვეს. 1000-ნაირი უამრავი სახელი შემონთავაზეს. შენ ისეთი მკაცრი სახელი არ შეხვედრია, რაც მომეწონებოდა. სულ საყვარელი სახელები შემოგითავაზებიათ. ცოტა მკაცრი სახელი მინდა. რა თქმა უნდა, იმდენი ძაღლი ყავს, რომ სახელები აღარ დაგვრჩა, ძმაო. გოგო, სად მიდიხარ, ძილი? ნახე, ზუსტად დედას გავს. ფიცით გეუბნები. დედამისმა პირდაპირ თავისი ცხვირიდან ჩამოაბდო. ზუსტად იგივეა. მაშალა უთხარი ჩემს გოგოს, თვალი არ ეცეს ჩემს ლამას. ეხლა ძმაო. ახალი გოგო აქ დავდვი, ისიც აქ ბარტყები იყვნენ. ისინი გადავიტანე. ეხლა ჯერ ახალ გოგოს საჭმელს მივცემთ. ვეცდებით რომ მას ჩვენთან შეეჩვიოს. შევიყვანე ის ჯაჭვით, შიგნით. პირველ ეტაპზე ძალიან ღრენდა, მერე ცოტა შევაჩვიე კიდეს. უნებლიეთ მაინც მეშინია ჯერ კიდევ. ბოლომდე არ მენდობა. როცა ვცდილობ შევაჩვიოთ, დიდხანს ველოდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ შევაჩვიო. შენ ერთი გარეთ გავიყვან, ნახოთ. შილო, მოდი. დაიცადე. თქვენ არ მოხვიდეთ, შვილო, თქვენ არ მოხვიდეთ. კაროლინ, არ გაავა, მოიცადე, მე შევკრავ აქაც. გალბატონი გაროლინი, ფეხით ცდილობს კარის გაღებას, ჩვენი ძაღლები ყველა ერთმანეთზე ჭკვიანია, ძმაო. ანუ ამას ზაღს ვერ დაარქმევ. ადამიანის გონებაში რაც არ დაეტევა, ამას მათი გონება ითვისებს. შვილო, დასაკეთებ, შვილო, მოდი. მოდი ლამაზო, მოდი. მოდი. სხვათა შორის ახალი გოგოს სახელი ბელა. ეხლა ჯერ უცელი ვაჭამოთ მას. შემდეგ გავიყვანთ და ძაღლებს შევაცნობთ, ვეცდებით შევაჩვიოთ, რა თქმა უნდა თუ არ დაგულეჯენ, თუ დაგულეჯენ, ყველაფერი რაც თქვი წყალში ჩაიხრება. ამას ჯერ არანაირი გარანტია არ აქვს. ამის შემდეგ თხებზე, ცხვრებზე, ქათმებზე ვცდით, ნახოთ მასზე რა რეაქცია ექნება. ეხლა მას სველი საკვები მივეცი, ისე როგორც უყვარს. კარგი სველი საკვები გვაქვს. მადაზე მოიყვანოს. ო, რა კარგი სუნი აქვს. მოდი გოგო. მოდი შვილო, მოდი. მოდი გოგო. მოდი გოგო. აი აქედან არ გამოდის. ეხლა სინამდვილეში ყველაზე საშიშია შეშინებული ძაღლი. შეშინებული ძაღლი კბენს, ძმაო. იგივე მოხდა თუ გახსოვთ, როცა ნორა პირველად მოვიყვანე, ნორასთანაც იგივე გამოვიარე. ნორა ასე ძალიან ცუდად მიყურებდა, თითქოს თავს დამესხმებოდა, აგრესიულობა ჰქონდა და ასე შემდეგ.
ვერ შევიყვარე თავიდან, შემეშინდა. ნორასთან ესეთი სირთულე ქონდა. იგივე ახლა გვაქვს. გარეგნობაც იგივეა, ხასიათიც იგივეა. დაიცადე, ნახოთ. შილო, მოდი. მოდი შილო, აირე. დაიცადე, მის საჭმელს წინ დაუდებ. კარგი? იქ ჩამოს, ნახო, ჩეჭამს თუ არა. ეხა ჩვენს გოგოს ახლოდან გადაიღე, ხალხმა ნახოს, გოგო. რასაკეთებ ჩემი ლამაზი, ბელა. მოდი საყვარელო, მოდი. ეხა ნახეთ მეგობრებო, ძალიანერიდება. საჭმელზეც კი არ მიუსდენდია ხელი, გზაში უნდა წამოსულიყო და ამიტომ გუშინდელიდან მოყოლებული არც უჭამია. მაგრამ ეხლა უნებლიეთ ხედავთ როგორერიდება. ეხლა პატრონს გამოეყო ცხოველს დიდი ტრავმა აქვს. ამდენი ცხოველის გარემოცვაში აღმოჩნდა შოკშია სად მოგვთიო. უნებლიეთერიდება და ეშინია. ეხლა ყველაფერს გავაკეთეთ, რომ მისი თავდაჯერებულობა დაუბრუნოთ, მაგრამ ღმერთმა კნას ვარ დაგულიჯო. ძალიან უმანკო სახე აქვს, ძალიან საყვარელია, მაგრამ უნებლიეთ ძმაო, ფთხილობ და საკმაოდ მკაცრია. ეხლა იქიდან მისი გამოყვანას პრობლემა. თუ იქ დამკმეს თავს ვერ დავიცა, ვიცით? მოდი ვნახოთ. მეც ვცდი მის გვერდით შესვლას. მოდი გოგო. მოდი შვილო. მოდი შვილო. მოდი. მოდი. არ შემიყვანრო იქ, მოდი. მოდი შვილო, მოდი. სად არის ჩემი შვილი? სად არის ჩემი ლამაზო? ეხლა რის გზე წავალ, შიგნით შევალ, იმედია კანზე აწამიჯეს. მართლა ძალიან სარისკოა, მაგრამ სხვა გზა არ არის. ბისმილლა. მოდი გოგო. მოდი გოგო. მოდი გოგო. მოდი შვილო, მოდი. არ შეგეშინდეს, მოდი. მოდი ბელა, მოდი ბელა. მოდი ბელა, მოდი ბელა ელა. მოდი ბელა. შიგნითაც ძალიან ვიწროა, ხო იცი? მოდი ჩემო გოგო, მოდი. ჯერ ცოტათი მომეჩვიოს. მოდი შვილო. სად არის ჩემი ბელა? სად არის ჩემი ლამაზი? მოიცადე. ძალიანაც ნუ გადავაჭარბებ ჩვენს საზღვარს. შეიძლება უცებ დაგვესხას თავს. ეხლა ჯერ მე გამყნოსოს. ცოტა შეეჩვიოს. კარგი? თუ შევეჩვევიდებთ. რადგან ზაღლები ქონოსვით, ადამიანები კი ლაპარაკით ეწყობიან ერთმანეთს. მოგკნოსოს, გაგვიცნოს. ეხლა უნდა დავაჯეროთ, რომ ჩვენ გვენდოს. მოაწოდე ის საჭმელი რა. მომეცი აბა. მოდი შვილო. აივე აბა. ეხლა ვეძდები რომ ვაჭამო. მოდი. აირე. აირე ძურპასო. აირე ძურპასო. არა, საჭმელს საჭამს მაოერიდება. კარგი ეხლა ჩემთანაც საყელოს გაუკეთებ, კენზე ნახოთ. ერთი წუთი შვილო არ გაბედო და იქიდან არ მიგმინო. თირკმელებს მართლა წამართვეს. მოდი შვილო. დიახ. სლავომეც. გამოდის, მოიცადე შვილო. საიდანაც შემილია იქიდან გამოდიო. მოდი ბელა. ო. საბედიეროდ გამოვიყვანეთ, გაიცანით ჩვენი ახალი გოგონა, გისურვებ წარმატებას. მაშალლა, ჩემლამას. ეხლა ვეცდებით, რომ ის შევიყვაროთ. ნახე, აქ რა არის, ნახე? ნახე, სათამაშო შენია. ნახე? მათ სახებს შეხედე, ყველა კარტა დგას. ისევ თქვენი მეგობარი მოვიდა, ბავშვებო. რასაკეთებთ ჩემი საყვარელი? ალლა, ალლა. შვილო, ეხლა ძმაო ვეცდები, რომ მას მოვეფერო. აი ესე. ნახე, კუცი კეცავს, ყურებს აწევს. ეს საშიში ნიშანია. ეხლა კიცის დაიწყო, მადლობა ღმერთს. ისიც უნდა რომ ჩემთან შეეგუოს. ნახე, ისიც უნდა რომ ჩემთან შეეგუოს. ამ ეტაპზე უკვე თავიდანვე ასე შეგუება მართლაც შესანიშნავი იყო. პეტრასპორტიორმა მითხრა, რომ ძალიან ცუდად დაესხა თავს. ასე მითხრა იმ კაცმა. ჩამოიყვანეთ და ისიც გაგურებული იყო. იმედია შეეჩვევა. ძალიან არ უნდა გადავკვეთოთ ჩვენი საზღვრები, დისტანცია უნდა დავიცვათ. თუ უცებ ძალს, ასე უცებ მოეფერები და მის საზღვრებს გადააბიჯებ, შეიძლება დაგესხას. ამიტომ ნელ-ნელა თანდათანობით, ისე რომ ცხოველი არ შეაშინო, გაიგეთ, ნახეთ მააშალა რა ლამაზია ჩემი გოგო, გოგო კარგად გამათენიანე. ძმაო, 9 თვისაა. უკვე გარეგნობიდანაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ ბავშვია. მაგრამ სიმაღლით და ასე შემდეგ თითქმის ნორასტოლია. ხოლო თავი გაეზრდება. ცოტა კიდევ აიწევს სიმაღლეში, განივშიც მოიმატებს. იმედია ძალიან კარგად მოული აქვს. თურქეთმამაც ძალიან კარგად მოუარა. ბეწვი და ყველაფერი ძალიან ლამაზია, ძალიან molmovrილია. გაუმარჯო შენ შრომას, იმედია ჩვენთანაც კარგად იქნება. ჩემო გოგო, ეხლა მოდი გაგიყვანოთ, კარგი? ეხლა მოდი შვილო. ერთი წუთით მე წინ გავიარო, როკი, გამატარე. როკი გამატარე. მოდი გოგო. როკი არ წახვიდე, როკი არ წახვიდე.
როკი, აწახვიდე შვილო. გამოდი ბიჭო შენ. ერთი წუთით როკი. როკი ნამდვილი წინამძღოლია. ყველაზე წიხდება. ეხლა ეს გოგო კი იკრძალება. ქვები მომკვდა მუცლის უკან. შვილო, მოდი ძალით გამოგიყვან. ერთი წუთით მოიცადეთ. დაიცადე შვილო, დაიცადე. შვილიც მოვიდა კაცო, დაიცადე. ერთი წუთი შვილო. ერთი წუთი დაიცადე, არ შეგეშინდეს, თავს დაგესხება. თავდასხმას აპირებს, მოდი შვილო. მოდი შვილო. მოიცადე დედე. მოდი შვილო. ერთი წუთით. დედე, გაიგეცი, მოდი. არა. შვილო, მოდი ძალით გამოგიყვანოთ, მოდი შვილო. შარასი, არა დედე. დაიცადე. არა დედე. ლეკვიც მას ესხმის თავს. ხედავ? ვაიმე, ჩემი ლომი ხარ. მოდი შვილო. მოდი ახლა ცოტა დავაწვევი მასაც. მოდი ნელა. ჰეი. არა როკი. შტ, ჰეი, ბაბუა, შენს თავს გაუტეხავ, ნახე გაეტრიე. წამო. უსინდისო ბაბუა სიტუაციას ამწვავებს, ერთი წუთით. ერთი წუთი. როკი, არა. იცადე. ეხლა როკი გალიაში ჩავკეტე. ის სიტუაციას გაამწვავებს. ამ ეტაპზე, ნახე, პირველი რეაქციები კარგია. შენმა გოგომ პირდაპირ დომინირება არ დაიწყო. ეხლა ეს რატო ხდება, იცით? უსხო ტერიტორიაზე ხომ მოვიდა. იმიტომ რომ ძაღლების ხროვაში შევიდა. ცოტა უნდა ერიდოს მათ. თუ პირდაპირ შეუტევს, მასზე ყველა ერთად მიიჭრება. ალბათ ადრე არასდროს შეხვედრია ძაღლს, შეხედე, სოციალიზაციის ხრი ცოტა უცხოა მისთვის. კუდი ჩამოუშვა, ეშინია. დაიცადეთ ერთი წუთით. კაროლი პირთან უმიხვალ. ცოტა უფრო პირთან ახლოს. ყოველთვის წყნარი ძაღლები უახლოვდებიან, ცოტა უფრო მკაცრები რომ მოვიდნენ, მაინც თავს დაიცავს. თუ უგბენს. მოდი ნელა წავიყვანოთ. მოდი ბელა, ყოჩაღ ჩემო პატარა, ყოჩაღ ჩემო ლამაზო. მოდი. მოიცადე კაროლი, ერთი წუთით, ნება მომეცი შვილო. აჩელდი. ძალიან ახლოს არ მიხვიდეთ, ეშინია. მას ძალიან ბევრი სოციალიზაციის პრობლემა აქვს. მაგრამ მივაჩვენოთ, მაო. მოდი აქედან წავიდეთ. ვიდეთ. მოდი შვილო, მოდი. ბელა, მოდი. ძმაო, ღმერთი მაგას ჩხუბი არ დაიწყოს, იცი? ბაბუა, ის უსინდისო სულ უტევდა, ხო, ნახეთ? საერთოდ გასაცნობადაც კი არ მოვიდა. მაგრამ როცა გოგოსთან მიდის, გვერდიდან არ შორდება. მოდი. დაიცადე ნატაშა, ერთი ნება მომეცით. კარაბაში არა. დაიცადე. ერთი წუთი შვილო. მოდი, არ შეგეშინდეს, მოდი. მოდი ლამაზო. არ შეგეშინდეს მათგან, მოდი. მოდი, ისინი მეგობრები არიან, მოდი. მოდი. კარგი არის, დამშვიდი. გაჩერდი. პირდაპირ გაქცევა უნდა, ძმაო. მოდი ცოტა დავჯდეთ, მეგობრებო. მოდი. შტ, ჰეი, ნახე დედე. ნახე შვილო, ძალიან მაბრაზებ. კაცი იყავი, ა? წამო. უსინდისო დედე რა. მოდი გოგო. მოდი. ასე მოდი შვილო. უკანად ჩამოხვიდე, ესე მოდი. ერთი წუთი. მოდი, არ მოგერიდოს, მოდი. ამას ცოტა დრო დაშილდება, ძმაო, სანამ შეეჩვევა. ცოტა დრო შილდება, მაგრამ დავეხმარებით, ნახოთ. ბაბუა უსინდისო. ნახე როგორ აალაპარაკა ხალხი, ნორა და ის ერთად ხედავ. შეფერილობა, თავის აგებულება და ასე შემდეგ, ერთმანეთს ძალიან გავს. მაშალა. თან თითქმის ნორას სიმაღლისა. მოიცავ, ნახოთ ადგეს ფეხზე. მოიცა. შვილო, მოდი. მოიცა, ნახე, ნორას ტოლას სიმაღლეში. ჯერ მხოლოდ 9 თვისაა, ძმაო. თავი უკვე ნორაზე დიდი აქვს. ამას თავი, ნორას თავი ცოტა უფრო გრძელია, გამას კი განიერი. მოდი შვილო, მოდი შვილო, ნუ იქუმშავ კუც, მოდი. მოდი აქ. ცოტა ხანში გავუშვებ მას. პირველად სხვებთან ცოტა ვასოციალოთ. მოდი ნახე, მოდი. არ შეგეშინდეს, კარგი გოგო ხარ. მოდი, მიდი აბა. ეხლა როცა ვავარჯიშეთ, ცოტა თავდაჯერებულობა უნდა მივცეთ. ერიდება, ხო? ცოტათი თავდაჯერებულობას აუმაღლებთ, ხო? გაიხსნას კი ძმაო, მოდი. მოდი ჩემო გოგო, მოდი. ინშალა. თუ სხვებთანაც შეეწყობა, მე დავტოვებ მას. მოდი. ნეტავ, ქათმებს არ ამის ხوارეს ხვისთავს. ერთი წუთით.
შვილო არ შეგეშინდეს, მოდი. მოდი აბა. მაგრამ ეს სხვებისგან ძალიანერიდება. გინდა თუ არა ასეა, მაგრამ მაშალა ძალიან ლამაზი გოგოა. ამას ერთი კვირა 10 დღის შემდეგ ვეღარ იცნობთ. აქ ირბენს და თავისუფლად ითამაშებს. ივლის სხვებთან ერთად. იმ მორიდებულობას ინშალა დავამარცხებ. მოდი შვილო. მოდი. მოდი გოგო, მოდი. მოდი. მოდი ბელა. მოდი ბელა. მოდი ბელა. ცოტა ვეცადოთ, მოდი. სხვათაშორის მისი სახელია ბელა. ეხლა უკვე იცით, ჩვენს ბაღში კიდევ ერთი ბელა ყავს. ერთ ბაღში ორი ბელა მეტია. ამიტომ ვფიქრობ, ამ გოგონას სახელი შეუცვალო. ამ გოგოსთვისაც სახელი შემოთავაზებას ველოდები. ორი ბელა არ შეიძლება. მოდი, ჰექტორთან წავიდეთ. ჰექტორ. როგორ ხარ, შვილო? ნახე, კიდე ერთი თქვენაირი მოგიტანე. ჩემი ჰექტორ. ყველდი შვილო. დაიცადე, გეჩეს არ შეგეშინდეს. დაიცადე, გეჩე შეიძლება ეხლა თავს დაგესხას. ოი. ეხლა ამას უნდა გაუშვა, მაგრამ თუ გაუშვებ, მაშინ გაიქცევა. ერთი წუთით გალიებთან ვერ მივდივარ, ძალიანერიდება ძმაო. არა უშავს, ნახეთ, ეხლა რო ვეფერები, პრობლემა არ არის. ხედავთ, ჩემთან თავს კარგად ბზრობს. მადლობა ღმერთს, ჩემთან შეეჩვია. მოდი, მოდი გოგო. მოდი გოგო. მოდი გოგო. მოდი ბელა. მოდი ბელა. მოდი ბელა, არ შეგეშინდეს, მოდი. ისინი მეგობრები არიან, შვილო, მოდი. მოდი გოგო, მოდი. მოდი მეორე ბელასთან, მანაც იქ დაასვლა. კარლოსი, მამა. მეგობარმა მომიყვანა კარლოსი. აუ, კარლოსი. კარლოსმა ახალი ძაღლიო ნახა, ნახე როგორ იხოდება. კარლოსი. რა მოხდა, ჩემო ბიჭო? ეხლა ძმაო, ბელას უშვებ. კარგი, ცოტა ბაბუას უნდა მივხედოთ. ბელა, მოდი. ეხლა ცოტა გაუშვოთ და ვნახოთ რას იზამს. ბელა, მოდი ჩემო პატარავ. მოდი, მოდი, მოდი. მოდი ბელა. დავტოვოთ ეხლა თავის ნებაზე. მაცნობო ცოტა. ისე და ჩემთან მოვა, მოდი. შენ იმ კონსერვისაც კი გეშინია, შვილო. არა, ნორა. ნორა, მოდი აქ. უკუგმა გარბის. მოდი შვილო, მოდი შვილო. არა, ბაბუა. მოდი შვილო. მოდი შვილო, მოდი შვილო. მოდი შვილო. დაიცადე, ნახოთ, სხვებისგან ცოტა შეეშინდა. მოდი შვილო. კარაბაშ არა. მოდი, მოდი, მოდი. მოდი ბელა, არ შეგეშინდეს. ბაბუა, არა. შვილო, მოდი. ნახე, ისევ თავის გალიაში დაბრუნება უნდა, ხედავ? ოი. ეს რატო დაიბნა ასე ძალიან? საერთოდ ასე არ უნდა დაიბნეოდა. მიფიქრებდი, რომ ტრავმა აქვს. მოდი შვილო. მოდი შვილო. ნახე, შიგნით შესვლა უნდა. ეგ ადგილი უკვე თავისად მიიღო. ბელა, მოდი. ბელა, მოდი შვილო. ბელა, მოდი. მოდი. დაიცადე, შეხედე. ეხლა კიდევ ერთხელ ავიყვან. გოგო, ბალახებში არ შეხვიდე, მოდი აქ. მოდი. მოდი ბელა, მოდი შვილო. მოდი. ერთი წუთი. კარგი, მოდი ეხლა. მოდი ბელა. მოდი. მოდი შვილო, მოდი. ეხლა ცოტას გავაცვალებ, მოდი. მოდი ბელა. ძმაო, ეგრევე თავის გალია შესვლა უნდა, ხო ხედავ? რა გჭირს? ჰეი, ლამაზო, გეუბნები ესენი მეგობრები არიან, მეგობრები. არ შეგეშინდეს მათგან. გითხრათ რამე? როცა მიეჩვევა, დიდი ალბათობით ძალიან ცუდად შეიძლება დაგესხათ თავს, ესე მგონია. ჰეი, კაროლი, ხო ასეა. იმიტომ რომ სხვებთან საერთოდ არ ეწყობა. მოდი. შვილო, არ შეგეშინდეს, პატარავ. მოდი ნახოთ. ეხლა გოგონა გადმოვიყვანო ძმაო, კარგი? შვილო, მოდი. ეხლა აქ სულ მცირე სხვა ძაღლები რო არ არიან, ცოტა უფრო მშვიდად შევეჩვევი ძმაო. სხვების ძალიან ეშინია. შვილო, მოდი. შვილო, მოდი, პატარავ. დედე შეხედე, დედე მაშინვე გადმოხდა და მოვიდა, რა უტიფარია. ეხლა შვილო, მოდი ეს საყელო მოხსნა. კარგი? ეს დაძაბულობა უნდა მოგიხსნათ. კარგი? მოდი. მოდი ბელა. მოდი ბელა. მოდი ლამაზო. მოდი ლამაზო. მოდი ლამაზო. მოდი ლამაზო. მოდი. მოდი. მოდი ლამაზო. მოდი ბელა. მოდი, დაჯექი აქ. დაჯექი აქ. პირველ რიგში მე შემეჩვიოს და მენდოს ძმაო.
ამის შემდეგ ძაღლებსაც მარტივად შეეჩვევა. ეხლა ძალიან ერიდება, მგონია რომ ეს მისთვის დიდი ალბათობით ტრავმაა. ვებთის წყალობით იმედია ამასაც გადავიტანთ. ბელა მოდი. დედე არა. დედე შენ არ ჩაერიო. ბელა მოდი აქ. მოდი შვილო ჩემთან. ოჯახ შემოლამაზო. სად არის ის გოგო? სად არის? იქაც იზაბელი ესლის თავს. მოდი დაჯექი ჩემთან. დაჯექი ჩემთან. სად ხარ რა, შემოლამაზო გოგო? გეჯე სწრაფად გადაიღე, გეჯეც იქიდან გადმოხდა და მოვიდა, მშვენიერია. ვაი მეგობარო, ვითომ კარები დავკედეთ. მაგრამ რა გოგოა მეგობრებო? მართლა ძალიან მომეწონა, შესანიშნავი გოგოა. ნახე, ცოტა ხნის წინ ვამბობდი, ძალიან ცუდად უტევს მეთქი. მაშალა, ეხლა ჩვენ შევაჩვიეთ, ნახე, ჩემთან ახლოს მოდის. ეხლა მან მე სულად უნდა მენდოს. დახსად შეეჩვევა არა შვილო? ძაღლები ძალიან ეშინია ძმაო, რადგან ბიჩვეული არ არის. ამდენი ძაღლის გარემოცვაში ერთბაშად რომ მოხვდა, ასე მოქცევა ნორმალურია. ნახე, შიშისგან საჭმელსაც კი არ ჭამს. შიშისგანერიდება, ნორა. ისიც იქიდან მოვიდა. ვითომ კარი დავხურით. ესენი ჩემი თავსატეხია, მერთვანი, მართლა. შვილო, თქვენ ჩემი თავსატეხი ხართ, ჩემო გოგო. გესმის? ისიც იქიდან გაქცევა ცდილობს. მოიცადე, ბელა. ბელა, მოდი. დაჯექი, აბა, წესიერად. დაჯექი, მოდი აქეთ. ისინი შენი მეგობრები არიან, გეუბნები, შენი მეგობრები. გესმის? მოიცადე, გითხრათ რამე. 9 თვის იყო და ესეთი იყო, ხო? ან ექტორის ტოლი იქნება, ან ექტორსაც კი გადაასწრებს. თქვენ როგორ მიგრობთ? ამ გოგოს ექტორზე დავაქორწინო თუ კარლოსზე, მეგობრებო, რა სიტყვით? კომენტარებში გელოდებით? ჰექტორთანაც ძალიან ლამაზი შვილები ეყოლება, კარლოსთანაც არა გოგო, მაგრამ ჯერ აქ უნდა შეეჩვიოს. ეშინია ძმაო, მოიცადე, მოდი აქ. მოდი, დაჯექი, დაჯექი. კარგი, არ შეგეშიდეს არავის. მაშალა ჩემო ლამაზო. დაიცადე ძმაო, ეხლა ვნახავ, წავალ და ვნახავ. მოვა თუ არა? დაიცადე. ხედავ,ერიდება და ვერ მოდის ამ წუთას. მაგრამ ნორას თვალები უფრო ლამაზია, ნორას თვალები ყვითელია. ამან შავი თვალები აქვს ძმაო, ნახე. აი ნორას თვალებს გადაუღე ერთი. ნორას თვალებს ხედავთ? ხედავთ ცეცხლივითაა, ნახე. აი ამ ფერს შეხედე. ხედავ, თვალები ესეთი სუპერია. ამ გოგოს შავი თვალები აქვს. მოდი. მოდი შვილო, მოდი შვილო. ნახე, ეხლა აქ დავждები, ვამოწმე მეჩვევა თუ არა ეხლა. ნახე. ნორასთან ერთად, ნორაზე ოდნავ დაბალია. ნორაზე ოდნავ დაბალია, ძმაო. მერე კიდე გასკელდება და საბოლოოდ ფორმაში მოვა. შვილო, წავიდეთ, კატას რამეს უზამს. თავადერიდება, რომ კატას რამე უზამოს. დაიცადე, წალი დაუსრად. შვილო, მოიცადე, ეხლავე მოგცემ წყალს, დაიცადე. ნატაშა არა. შენ არ მოხვიდე. აჰა, აქ არის წყალი, მოდი აიღე. მოდი წყალი დალიე. არ სვამს. მოდი ეხლა კიდევ ერთხელ გავიყვანოთ გარეთის. მაშინე მიეჩვია გალია, ძმაო, პირდაპირ იქ შესვლა უნდა. დაიცადე. ეხლა. მოდი. მოდი შვილო. მოდი შვილო. მე შეგაჩვევა მათ. მოდი გალიაში არ შევდივარ, მოდი. მოდი. ადაავტყოთ ის. მოდი ბელა, მოდი. ეხლა ცოტა ჩვენ დავშოვდეთ მას მეგობრებო. მისი რეაქციის შესამოწმებლად. სხვა ძაღლების ყურადღებაც მივიპყროთ. მაინტერესებს, რას გააკეთებს. მოყვება თუ არა? ეხლა გალიის უკან არის. დაიცადე, მოდი. მან და შევკრიბე და ისევ ვიდივართ. ბელა, მოდი ბელა. მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო. მოდი ლამაზო, მოდი. მოდი აქ ვარ, მოდი. მოდი. ძმაო. ძალიანერიდება, ხო ხედავ? ისეერიდება, პირდაპირ იმ გალიაში შესვლა უნდა, ნახე. ხედავ? მოდი შვილო, მოდი ბელა. მოიცა, ასე მივიდე, ვნახო. არის ბაბა. ვის მტერი არის? გაჭედი. ბელა, მოდი. ბელა, მოდი. ვონი, თავიდან ცოტა დედემას დააფრთხო. მოულოდნელად დაესხა იქ თავს. არ მოდი ძმაო, გარბის. ამათ ეშინია. ძაღლები რო არ იყოს, მოვიდოდა კიდეს. ძაღლების ეშინია. სად წავიდა ის? ნორა ის. ნორა ყოფილა.
მეგონა მოდიოდა ერთ წამს. ალბათ ისევ სადღაც გაიქცა. ბელა მოდი. ხო, ამჯერადაც შიგნით შესულა. გოგო. შიგნით გინდა დარჩე ბელა. მოდი. სათხარ ჩემო ლამაზო გოგო. არ შეგეშინდეს მათგან, მოდი. ხოჭახ ჩემო ლამაზო, მოდი. კაჩერდი შენთან ერთად წამოვალ. მელა მოდი. კარგი, ბაბუა, არა. ეშინია ძმაო, ეშინია. დავისადოთ, გალიის კას გავაგეთ, ნახოთ. თუ შიგრით შედის, შევიდეს. ძალიან ნუ დავაძალებთ. ანუ როკი, გაიწიე. ხო, მოდი შვილო. როკი, მოდი. მოდი ცოტა დავიხიოთ და ვნახოთ. პირდაპირ შევა თუ არა შიგრით. ნახე? პირდაპირ შიგრით ძმაო. არა უშავს, ეხლა ზედმეტად არ დავაძალებ, რადგან ეშინია. ეხლა ისევ დავხუროთ მისი კარი ძმაო. წყალი აქვს. საჭმელით შეუდეთ შიგნით. კარგია. მას ეტაპობრივად ვწდით. ეხლა იმაში პრობლემა არ გვაქვს, რომ ჩემთან შეეჩვიოს. ჩემთან შეეჩვიო, ეგ პრობლემა არა. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ძაღლებს შეეჩვიოს. ამასაც მოვაგვარებთ. ეხლა რა ვქნათ? ცხოველი მიჩვეული არაა და ერიდება, მაგრამ ერთხელ რომ შეეჩვიოს, შეხედე რა ლამაზები არიან. ისე მეუნებოდით, რომ ძალიან ბევრ როტვაილებს ერებო. ეხლა კი კანეკორსოზე გადავედით. ისედაც ორ ჯიშზე ვაპირებ კონცენტრირებას. როტვაილერი და კანეკორსო, მეგობრებო. ნეტავ ტაისონმა მიკოს ერთი წყვილი მოუყვანო. ტაისონ! შვილო, შენს მოგიზემნო წყვილი, სიმპათიურო. მოგიზემნო შვილო, ჩემი ლომივით ბიჭი. შენს კეთილშობილებას შევეწირები, თილშობილებას. ტაისონ, მამიკო. ეხლა მათთვის საჭმელს დავდებ. პატარაცი გამოსულა. ბატკნა, მოდი აქ. მოდი. ისინი თავიან დებაზე დადიან. ახლახან წავედი და ძაღლების საჭმელი ავირე, მეგობრებო. ეხლა მოდი საჭმელი გადავყაროთ ეზოში. ეხლა უკვე საღამოა, მე მათ ვაჭმევ. ამის შემდეგ ქათმები, თხები და კარამელი უნდა მოვცველოთ. ეს გოგო მოვიდა, ცოტა მასთან ვიცვალე. ხოლო იმ ცხოველთა გადამყვანი მანქანიდან მისი ჩამოყვანა თითქმის 1 საათი დაგვჭირდა. არ გეგონოთ რომ ხუმრობ. შიშისგან. მას ჩვენი ეშინია, ჩვენ კი მისი გვეშინია. დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა ძმაო. ახალგაზრდებო და ისინი, ვის თავს ახალგაზრდად გზნობს, ჭამეთ ჩემოლომებო, ჯამთელობა მოგიტანოთ. მათთვის საჭმელი ჩამოვიტანო, ბავშვები ჩქვებო ძმაო. მოდის, კიდე ბევრი გვაქვს, უხვად ჭამეთ. უხვად. სიცხის გამო ალბათ არ ჭამენ. დღესაც კარგი სიცხეა. ზაფხულია ძმაო. მაგალითად, თუ ჩვენი ყოლოტრიული საკვები 80-90 კილოა, 10 კილოთი ნაკლები ხდება. იმიტომ რომ არ ჭამენ. ამინდის ხელია, ხო? ცხოველებს მადა ეკარგებათ. ზაფხულშიც კი უფრო მეტ ჭამენ. თვეში საშუალოდ 2,5-დან 3 ტონამდე ქათამი ამ ბავშვებს სმარდებათ. რა ვქნათ? ყველა ჯამთელობა უსურვოთ. ლამაზად გებრიელა ჭამონდა, გამოგვევონ თავამკოთავ. მაგრამ ხალხი იმდენად დანაყრებულია, რომ საჭველსაც კი არ უყურებენ. სეუსლუ შენს მოხვედი? ეხლა მანქანაში კიდევ 4 ყუთია. და იქ დარჩე ძმაო. კარგი, გადი სუსლუ. გადი. ტაისონ ბაბა, მოგშივდა ჩემო ლანაზო ბიჭო. ჩემო ასლანო. წაირე, გარგუნოს. დაიცადე ჯექის ბაჭიების მოშიებია. ბავშვებო, მოდით აქ, მოდით. მოდი დაანაკრეთ მუცელი, მოდი. თარაბაში. მოდი ამ შვილებს საჭმელი მივცეთ. ღმერთმა იცის სად დავდგით ის ხელისედლი. არის მამა. შიმშილი დაგეწყო პაშა. დაიცადე შვილო. არის მამა წაიყვანე შვილო, წაადგება ჩემს ლობს. გამოჯამთელება გისურვოთ. ეხლა ხელისედლი მოვიტანე მეგობრებო. მოდით ეს ხორცი შევავსოთ. არა, ჯერ წინ როგაქვს შეჭამე. წინ რომ უდევს, არ დამთავრდეს. ამიტომ მეტრში არსებობს ჭამს. არის ბაბა ძალიან მოხერხებულია. მოდი ის მეორე ძვლების დავაჭიროთ.
კარაბაში. კარაბაში აირე. საირე შვილო. 100 აირე შვილო. წაირეთ, კუჭი გაიძგეთ. გეჯე შენ არ ჭამ გეჯე. ჰე შვილო. რასაკეთებ შემი ლამაზი გოგო? დაიცადე, ნახოთ. მოდი ჯერ ეს ყუთები ავასოთ და მე იმ გალიაში მყოფ შვილებს საჭმელი მივცე ძმაო. აისონ ბაბა, ის ჩამოვარდილები წაირე შვილო. მოდი ვნახოთ. მიტყოდი მოშივებულები მოდით მეთქი, მაგრამ მოშივებული არავინა. მალე ცხვრებიც გამოვიყვანოთ. ცხვრები შუადრეს არ ჭამენ. თხები თხებთან პრობლემა არ არის. ცხვრები შუადრეს არ ჭამენ ძმაო. შუადრეს მათ ვკეტავ. საბამოს გენახავგაზდებო, ცოტა ხანში თქვენ ტარბოვად. მოდი ჯერ ამ გალიებს მივხედო. კარგად ხარ შვილო. ტონი, მოგშივდა ტონი. ცოტა ხანში ჩემო პატარა. ესენიც მოშივდნენ. დაიცადეთ, თქვენსაც მოგცემთ. ესენიც კანტამჭამენ, აირე, აირე. ესენი საფქვავივით არიან, რასაც ჩაკრე იმას ჭამენ. მოდი ნახე. ახალგაზრდებო, მოგშივდათ ახალგაზრდებო. ეხლა ხან დავრეცხე გალიები. რამდენად ხშირად აკეთებთ უოლებს, ვერ ვიგებ მართლა. ფიცდებ, ნახევარი საათია. 1 საათი ძლივს გავიდა. დღეში 5 ჯერ ვინ ეცხავს გალია ზმაო, ეს კობარ. დაიცადე, ნახოთ, აზიადან დავიწოთ. დესტანის მეორე მხარეს გადავიყვანე. 100 ეხლა აქ დგას. 100 აირი ლამაზო. გებრიელად მიირთვა შემაგოგო. დაიკიდე ხალხი, ჭამე შენი საჭმელი, მიდი აბა. თავისი წილის ჭამას არ აპირებს. სხვებს დასასმენად დაძდებს 100-ია. გადადი, გაჩერდი. გაიქეცი აბა ნატაშა. ესკო გუშინ ძმაო. ესენი იჩხუბეს, ხო იცი? იქ მეყულარდება არ მიმიქცევია. ვიდეო მერე ვნახე. აღმოჩნდა რომ იქ დედე იყო თავდამსხმელი. დედე თავს ესხმის, არეულობას ქმნის, ესკობარს უტევს. ამის შემდეგ ისინი ჩხუბობენ. ეს დედე ძალიან საშიშია ძმაო. მოულოდნელად. ნახე, ახალ ძაღლსაც იგივე გაუკეთა. შვილო, შენ შიგნით შედი. 100 შენ აქ ჭამე შვილო. რო არ იჩხუბონ, ერთ შიგნით ვაძლევ, თორე ჭამის დროს ეჩხუბებიან. ერტორ მამა, შიგნით ჭამე შვილო ჩემო, მიდი აბა. გადადი, მარია. რა შვები ჩემო ლამაზო. აირე. ასილ. ასილმა და ექტორმა ერთმანეთზე კეფა დაიწყეს. ჩვეულებრივად. მარლა, მოდი მარლა. რა აკეთებ ლამაზო? შიფშილი დაგეწბო. საერთოდ ძაღლები სულ ერთად თამაშობენ. აი როცა საჭმელი ჩდება, მაშინვე ძმაო ეგრევე იზაბებიან, ჭუბი და ხმაური იწება. მოდი ალექს. ალექს, მოდი შვილო. მოდი შვილო, მოდი. შიგნით არ გაიცე. ოდინ ფაშა. ოდინი ახლა ხან დაუბანე. გალიებს რო უცხავ ეს მაგიჟებს, ხო იცით? წყალს ესხმის თავს. ამიტომ მასას უბან. აი ჩემო ბიჭო. გემრიელა ჩემო ბიჭო. გეჯე გაიქეცი. მოდი ჩემო გოგო. სად ხარ? ლამაზო. ძმაო, თითქოს ზაღლებიც რატო გარბია შიგნით? მოდი ჩემო გოგო, აქეთ მოდით. მოდი. ზოგიერთები ერიდებიან. ბელამ. ნელა. ნელა ბელა, ნელა. ბელა ძალიან ავი გოგოა. აქ ჭამე, ნახე? ბელა, მოგშივდა ჩემო ლამაზო. დაიცადე, მოვდივარ. აიგე ჩემო შვილო. კარლოს ბაბა. შვილო, როგორ უნდა გაწვი? ეს თელი ხელის ეტლი შენ უნდა მოგცე, კარლოს. კარლოსი ბევრს არ ჭამს, მაო. გუშინას ბევრი მივეც იმას. გუშინას გამოგვა არ უჭამია. აუ, ალა, აქ მოხვედი. ალას ფერმაშია. არა გეჯე. გეჯე, გაჩერდი. ალა შიგნით შემოვიდა. გაჩერდი, აირე ალა. ნუ ეჩხუბებით ალას, ნახო. ნუ ეჩხუბებით ალას, ალა, დამიტოვეთ შვიდად.
ალა ძალიან გაბრაზებულია, ალას ნახუმრობა არ შეიძლება. ალას ფერმაში შესულა. მაშალა ჩემს გოგოს. ანატოლიის ნამდვილი შვილი. ეხლა მოდი ამ ცხრებს გამოვიყვანოთ ძმაო. ახალგაზრდებო, მოდით აქ. დაიცადე, მოდი ეს ხორცია გადმოვიტანოთ. ნებართო მომეცით. მოდი ცხრებო. მოდი. ქათმებო, თქვენ არ მოხვიდეთ. თქვენ არ მოხვიდეთ. გაჩერდი. ცხრებო, არ წახვიდეთ საპირისპიროდ, მოდით აქ. ქათამო არ გამოხვიდეთ ხო? მიდი, მიდი. ცხრებიც სრულიად საპირისპიროდ მიდიან. კარის ღურბუზე არ უნდა ვიდგე, მაგრამ ამჯერად ესენიც გაიქცევიან გარეთ. დაიცადე. ცოტა დავშორდეთ. მოდი, მოდი, მოდი. მოდი. ცხრები ალბათ ჯერ არ მოშივდათ. დაიცადე, ვნახოთ, ამ ქათმების ხორბალი ავიღოთ 100. ჩამე შვილო, შენი საჭმელი, მაშალა. ქათმების ხორბალი ავიღოთ. მოდი ცოტა დავაკავოთ ისინი, ძმაო. ამათაც დღეში დაახლოებით 3-დან 4 კილომდე ხორმალს ვაძლევ. ბატები და სხვები ბევრს ჭამენ. მოდი, 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 მოდი. მოდი. დაიცადე ბოჯუკ, ხელში არსებულ პარკში არ გადახტე, დაიცადე. დაიცადე. ჩემს გაზე ნუ ახტები. მოდი იმ ტრედებზე მოთავუგდოთ. ტრედიც აღარ დარჩა ძმაო. ეს კვერნა და სანსარი შემოგვესია. კვერნა ვნახე მე. 60 ჯერ ვნახე გარეთ, კართან იცით? კვერნა დადის ძმაო გარეთ. ზოგი ამბობს, ძაღლისაც ეშინია, ცხვრისაც ეშინია და არ შედისო, მაგრამ ეგრე არ არის, შედის. ძაღლის არ ეშინია საერთოდ. რამდენჯერ მინახავს გარეთ. აბა წაივალეთ. ეი, ვებძო. გონიერად მოიქეცი. ვიფიქრებდი რომ ცხოვრები გარეთ გაგვეყვანა, მაგრამ ეხლა ისინი ხორბალს მიადგებიან. დაიცადე, მოდი გარეთ გავიყვანოთ ისინი. მათ ცოტა ჭამონ. გაიარე ერთი. ცხრებო, მოდით აქ, მოდით აქ, მოდით აქ. მოდი აქ, მოდი აქ, მოდი აქ, მოდი აქ, აბა. მიდი ნახე, მიდი ნახე, მიდი ნახე. გამოდით და ძოვეთ. მოდი. მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო. მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი. მიდი, მოდი, მიდი, მოდი, მიდი, მოდი. მაშალა თქვენ. მაშალა თქვენ. კარგი, ეხლა ისინი იარონ. თხები დანაყრებულები არიან, ვიდეოს გადაღებამდე 1 საათით ადრე დავკეტე ისინი. ესენი ჯერ არ მოშიებია. ეხლა მე ჩემ დარჩენილ საქმეებს მივხედავ, მეგობრებო, სამშობიაროს ვაჭმევ, ამ ხარესაც ვაჭმევ, თხას უნდა მოვწველო, ბატკანს ვაჭმევ, კიდე ბევრი საქმე მაქვს, სწრაფად უნდა მოვაგვარო ეს ყველაფერი. დღესაც ვიფიქრე, რომ თქვენთვის ჩვენი ახალი გოგო გამეცნო. როგორც გითხარით თქვენგან მისთვის ლამას სახელის შემოთავაზებას ველოდები, იმედია მის არათანმიმდევრულობასაც ერთ კვირაში დავძლევ, სრულად შევაჩვევ აქაურობას. როცა ირბეს, თავდაჯერებულად უყურეთ მას. აბა ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არცზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო.